ადვოკატი აიყვანეო. ხო, ეგ სხვანაირად გაიგეთ, ადვოკატი კი არ ავიყვანე. ანუ ადვოკატს ვესაუბრე ამ თემაზე. ანუ ვესაუბრე ამ თემაზე ზოგადად რა. თორე ანუ არავინ არ ამიყვანია. ჯერჯერობით და აი თუ საჭიროდ ჩავთვლი. მე რა შეიძლება რა ვყვან. ზედიაკოთი ვარ ვერცი. არ მეტყობა ესეთი დივასნერი ვერცი რო ვარ ხალხო. მაგრამ დიდი თხოვნა მაქვს რატო არ შედიხარო. ხალხო ეს რა ქვია ეგ ჰაუსში შესვლა ეგ არ არის ჩემი ის ნება. ანუ ჩემი ნება რომ სიყოს არ შევიდოდი, მაგრამ მაინც ხილები გვანახეო. მე ღირსა. გავიკეთე. თელი ჩემი ორი თვიანი წუწუნის შემდეგ სტრიმზე რომ არ მქონდა არც ეპილაცია გაკეთებული, არც ფრჩხილები, არც წამწამები, არც წარბები და არც არაფერი. დღეს დილიდან ვიყავი გასული და ყველაფერი გავიკეთე. ერთი თმები დამრჩა, შესაღები, დანარჩენი თუ ოსტრის რეცეპტი დაიდოს. ხალხო, მაგ კონტენტს მე გიმზადებთ თქვენ. მე დღეს კიდევ ერთხელ შევიძინე ოსტრის მართლა გეუბნებით, აი ხვალ დაიდება ეგ კიდევ, ანუ შევიძინე კიდევ ოსტრის მასალა, როგორიც კეთდება, რადგან 2 დღეა ჰაუსში აქტუალური არის ოსტრი და ჩათვალეთ რომ ერთ-ერთი ახალი მონაწილეა ოსტრი ჰაუსში. ნუ ახლა მე წარმოგიდგენთ რამ ხელა რეიტინგი მაქვს, რომ ჩემი ოსტრიც კი გახდა ძალიან პოპულარული ჰაუსში, იმაზე პოპულარული, ვიდრე რომელიმე წევრი არის ჰაუსის, გახდა ოსტრი უფრო პოპულარული, ასე რომ გადავწყვიტე მე ჩემი გადავწყვიტე რომ ჩემი ოსტრის რეცეპტი გაგიზიაროთ, რადგან მე აღარ ვარ ჰაუსში. ნუ რა ვიცი, ყველა გადაცემაში მაინც მე ვარ იმის და მიხედავთ რომ აღარ ვარ, მაგრამ მაინც ოსტრს გაგიზიარებთ, რადგან აი ასეთი ცნობილი გახდა ეს ჩემი ოსტრი და მთელი ჰაუსის მონაწილეები და ყველა ჩემ ოსტრზე საუბრობ და რაღაცნაირად აი თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ ეს ოსტრი გაგიზიაროთ, თუ როგორ გავაკეთე და როგორ ვაკეთებ. ხოლო ყველაფერი იქნება დეტალებში აღწერილი, გაწერილი, თან რა თქმა უნდა, შელოცვებიც არ დამოვიწყდება, სანთლები, ტაროები, რაღაცეები, ეს მე ხა შელოცვებს ვაკეთებ თურმე, ნუ არ ვიცი, მე ერთი წამით აი აქ მაქვს მე სანთელი, რითიც ვაკეთებ შელოცვებს. ესე ავანთებ ხოლმე. ხილი დავიწყე. ასე ავანთებ ხოლმე ჩემო მეგობრებო და ვაკეთებ შელოცვებს. ხვდებით? ჰაუსში მართლები არიან. ეს ყველაფერი იყო სიმართლე, მე ვაკეთებ შელოცვებს, რა თქმა უნდა, მართლები ხართ. დიახ, გავუკეთე შელოცვა, ოსტრსაც გავუკეთე შელოცვა და ზოგადად ჰაუსში ყოველთვის ვაკეთებდი შელოცვებს. უბრალოდ ანუ ამ დროს მე კამერები არ მიღებ და ახლაც ვაკეთებ შელოცვას. ერთი წუთის შელოცვას ვაკეთებ. ხა, მართლები არიან, ნამდვილად შელოცვებს ვაკეთებ, მაგრამ უნდა გითხრათ ერთი რამ, მე დღეს იმ ხესთან რომ შემოსკუპტით, ცოტა შეგეშალათ, ანუ ეგეთი ის არ არის, ანუ თეთრი სანთლით არ ვაკეთებ, ნახეთ, მე ვაკეთებ სასიყვარულო შელოცვებს, თქვენ რო თეთრი სანთელი აანთეთ ხესთან, ეგ არ არის სწორი. მე ვაკეთებ
სასიყვარულო უნდა გააკეთო ან წითელი სანთლით, ან ვარდისფერი სანთლით და მე ვაკეთებ ახლა ვარდისფერი სანთლით, რადგან ვარდისფერი სანთლით სასიყვარულო შეუცვა უფრო კარგი არის, რადგან წითელი არის ცოტა ტოქსიკური და სახიფათო და როდესაც ვარდისფერი სანთლით აკეთებ შელოცვას, ეს არის უფრო ჯანსაღი ურთიერთობებისთვის და რადგან აი ასე გამომააშკარავეს დღეს და რადგან ყველამ ჩემი საიდუმლო გათქვა რომ მე ვაკეთებ შელოცვებს, მე მინდა ვაღიარო რომ ვაკეთებ შელოცვებს, იმოსაც გავუკეთე, ყველაფერს საერთოდ ჰაუსში ვუკეთებდი შელოცვას ადამიანებსაც თითოეულს, მაგრამ რატომღაც ამდენი ძალა არ მეყო რომ ისინი გამომესწორებინა. ახლა კი უნდა გავაგრძელო ჩემი შელოცვა. როგორ არის? ჭამა ოსტრიკი და ნამდვილად დალოცვილია ახლა. თუ შელოცვილი, თუ არ ვიცი, როგორც ქვია. კაი მართლა დაიჯერებე. ხო, ეს არის სანთელი, რასაც აქვს სურნელი და ამას ვანთებ ხოლმე და სახლში რაღაცები მაქვს, რომ კარგი სუნი იყოს. ანუ დაიჯერონ, მე ხო ჯადოქარი ვარ, ლოცვან. ხვირი არ გამიკეთებიათ, ხვირი ჩემი არის. მე რო შელოცვები ვიცოდი ხალხო, რა გამიჭირს. გრძელი ფჭილები როგორ ხდება? ო, იქ ვერ ვიკეთებდი, თორემ ეს გრძელ ფჭილებს ვატარებ. მარიამ შეიძლება დაგხატო? რა თქმა უნდა. ოღონდ როდესაც შელოცვას მოვრჩები თუ შეიძლება. ნახეთ, შელოცვა უნდა დავამთავრო ახლა. რა სიტყვები ჩავუთქვა შელოცვას დამიწერეთ. რატო ვერ იკეთებდი იქ? იმიტომ ვერ ვიკეთებდი იქ, რომ სუშიგნით ვიყავი და გარეთ არ მქონდა, ანუ ერთი დღე გამოვდიოდი გარეთ და არ მქონდა დრო რა გამიკეთებინა. ჩვენი ჯადოქარი, ხო, ეზოთერიკი ჯადოქარი ხალი ვარ. ო. ნიკას ვირის ტვინი აჭამაო, ხო, ვირის ტვინი ვაჭამე. შელოცვებიც გავუკეთე. ყველაფერი მართლები ხართ. დიდი მადლობა. ისე სხვათა შორის ჰაუსში ყოველ დღე შემოჰქონდათ ვირის ტვინი 1 კილოგრამი და ყველა ესე მივირთმევდით ხოლმე. ყავაზეც გიმკითხავებთ ყავადავთ. თქვენ ჩატს ვკითხულობ. ხო, ეს გრძელი წამწამები არ არის, ცოტათი გრძელია. მაგრამ რას ფიქრობ ამ კვირის აუთსაიდერებზე ვინ გავარდება? ამ კვირის აუთსაიდერები არიან, არ გეტყვით. მე არ მაქვს უფლება რომ გითხრათ. მარიამ ფართიზე იქნებიო? ფართიზე ის რა ქვია? ფართიზე მოკლედ ჩაწერილი ვარ, მაგრამ არ მგონია რომ მივიდე. მარიჯადოებს აკეთებ ხო? გავახალ ლორენცოტას. ნახოთ. მუზების ფართიზე რო წავიდე, ხო ძალიან კარგი რაღაც დამიწერეთ, მხოლოდ ჭამა იქნება და მე მინდა გართობა და არა ჭამა. სახლში შევჭამ. არ მინდა ფართიზე წასვლა ხალხო.
თან მუზების ფართიზე რა მინდა? მუზებო. დაგლოცოთ იქნებ ღმერთმა გადმოგხედოთ თორე სახე დაკარგეთ უკვე. იქნებ დაგლოცოთ ღმერთმა. всё, გავუკეთე მუზებსაც შელოცვა. ეს ერთი. ვიღაც მიწერს ვერ წღებოდი იმდეს ჭამდიო და აქვ როდის ვჭამდი მე ძალიან ბევრს არასდროს არ ვჭამდი მე ვჭამდი მუზები რასაც ვჭამენ იმის მე ასეც ალბათ დღეში ოხო ეს არ არის დიდი წამწამები ანუ უფრო პატარის გაკეთება მინდოდა მაგრამ ცოტა დიდი მომივიდა ჯადოს ატარებო შელოცვას ვატარებ ახლა მეგობრებო შეიძლება ხელი არ შემიშალოთ რადგან ეს არის თავის დაცვის შელოცვა რადგან დღეს ესე საჯაროდ ჰაუსში ანუ რადგან ასე საჯაროდ ჰაუსში დღეს გამივრცელდა რომ ვარ ჯადოქარი და ვაკეთებ შელოცვებს და ეს ჩემი ამდენი ხნის საიდუმლო გამოაშკარავდა ასე რომ გადავწყვიტე ჩემი თავდაცვის ის რიტუალი ჩავატარო ამან გარეკაო მართლა გავრეკე ხალხო ისეთები ხდება რომ კიდე კარგად ვარ ანუ ჯადოქრობასაც მტენიან უკვე და ვიქნები გავხდები ეს შუქი მიხდება არ შეარგეს ბიჭს საჭმელი ხო რა ვიცი ოსტრი გავაკეთე ხალხო ოსტრი მიუტანე და ისო რიტუალები ჩაატარაო და რავი რეები აღარ დაიწყეს და მართლა ჩავატარებ მოდით ზაღლი გვანახევ კაი მეყოფა ეს სისულელე ეს არის ხალხო უბრალოდ არომატული სანთელი უბრალოდ ცოტა გავგიჟდი და მოვიწყინე და აღარ ვიცი რა ვაკეთო მოდი ჭამთან ბუბუმ მოდი არ გენახებათ ხალხო, მაგრამ მე დაგანახებთ. როგორ საყვარელია. სულები გამოვიცა ხო? ნახეთ ჩემმა ძაღლმა რა იცის. გაჩერდი. დაჯექი? მე თათი მომე, ყოჩახ. მეორე თათი მომე, ყოჩახ. ხედავთ როგორ ჭკენი ძაღლი მყავს? პატრონს გავს. აჰა. მეც მიყარხართ. ეს ჯადოებს რო ვაკეთებდი, უფრო მეტი ხალხი მიყურებდა რა ხდება, სულები გამოიწახე. სულები გამომიწ ხო? მაგას უფრო დიდი რიტუალი სჭირდება ჩემო მეგობრებო, მაგას სჭირდება ადამიანის ხორცი და გული. ამჟამად მე ადამიანის ხორცი და გული არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ადამიანი კარგი ხალხო არ დაიჯეროთ ეს რაღაცები, ანუ ზოგი დაიჯერებს ახლა და ესეთ რაღაცებს რატო ვლაპარაკო? შავ მაგიას არ ვემხრობი, სახალხოდ არ შეიძლება, ასე რომ სულებს ვერ გამოვიძახებ. მე თქვენ შემიძლია რომ უბრალოდ გასწავლოთ ესეთი
ანუ მე შემიძლია გასწავლოთ უბრალოდ შელოცვები, რაღაცეები, აი ეს საჭმელზე შელოცვა, სასმელზე შელოცვა, სანთელზე შელოცვა, ძაღლზე შელოცვა და ასე შემდეგ. ანუ სულების გამოძახება და რაღაცები ჩემთან არ შეიძლება. მე ვიცი ყველაზე კარგად ostroze შელოცვა, მეგობრებო. ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე არის ostroze შელოცვა. პარასკევს ლაივზე მიდიხარო? ვნახოთ. თუ ხასიათზე ვიყავით. ამ წამები არ გიხდება, რატო გაიკეთება? მადლობა. სად უნდა გამომიაროთ რაო? თავიდან მომწერე გოგო. გოჭის პიჟამო. მე გოჭი არ ვარ. მე ვარ კურდღელი. მართლა. ეს ჰაუსში ცხობ თქვი რომ გოჭი არ ვარ, ეს არის კურდღელი, მაგრამ არ ჩანს. რამდენ ხანში? რა. შენი ბუნებრივი წამწამებით უფრო ლამაზი ხარო. ანუ, არ ვიცი ხალხო რა სმერჩით ჩემ წამწამებში ვარ ხვდები. მარიამ შენ შესახებ რომ მოგვიყვეო? რა უწოდე რა დაწერეს? ხალხო, წამწამებზე რო დავუჯერო, ხან იმას და ხან ამას, ვაფშე ეგრე ყველა ადამიანს აქვს თავის აზრი. ზოგს მარიამ გაემზადე მივდივართ ივენთსეო. ახლავე ჩავეცმევ და წავედით. რაღა უნდა მოყოს 24/7-ზე არ გიყურებენ. ხო, არ ვიცი, ჩემზე ყველაფერი იცით თითქმის რა ვიცი მოყოლელი მაქვს სტრიმებზე, ჩემი წარსულის ამბები, ჩემი ოჯახის ამბები, ჩემი ცხოვრება, ყველაფერი და რა ვიცი ხალხო აქაც თუ გინდათ რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვყვა, ეხლა იქ სხვა საქმეა. მე მოდი ჩემთან. ეს არის ძვალი, რომელსაც უჭამს და ამის გარშე არ შეუძლია. მაგრამ შენი სათამაშოები გვანახეო. მე ძალიან ბევრი სათამაშოები მაქვს. იქ უფრო ჰაუსიდან დავაგროვე მეტი წელი ყველაფერი. მარიამ, მიდით გაგიკეთეო, ჩამიგდეთ ბავშვებო და ვნახავ. ანანა შემოვიდა. ანუ რა შვრები, ჩემო სიყვარულო. ლამაზი კი ხარ, მაგრამ ყველას უმიზეზოდ რომ ლანძღავდი, გადაიფარა შენი სილამაზეო, ხალხო. თამერთალი სად არის, ვის ლანძღავდი უმიზეზოდ? ანუ ეგეთ ადამიანს გავარ, რომ მე ესე უმიზეზოდ გავლანძღო? გასალანძღები რომ იყვნენ, მაგიტომ ვლანძღავდი ყველას სუსტად. და ფრანგეთში კი მივდივართ 22 თებერვალს.
152-ში დავდიოდი კი ექსკოლა დავამთავრე. შემოთავაზება რომ მიიღო დაბრუნდებიო. კი. ალბათ დავბრუნდები, რომ უფრო კარგად მივხედო ეგ საქმებს. ზოგადად არა, ხალხო დაბრუნება არ მინდა. დაბრუნება არ მინდა, იმიტომ რომ მე საშინელება არის ხალხო არა, ანუ მენტალურად მართლა რაღაცნაირად გამანადგურა. აი სერიოზულად გეუბნებით, რაღაცნაირად გამანადგურა მენტალურად რა. მე მოდი ჩემთან მოდი არ მოდის ჩემი ძაღლი ჩემთან არ ვიცი უცნაურად მიყურებს მე მგონი წეღან სულები რომ გამოვიძახი ჩაუსახლდა რამე და ეს ის არის ჩემი ძაღლის აჰა მოდი ნუ მიგზავნით ხალხო ვერ ჩაგრთავთ ვერავის გთხოვთ სკოლა წელს დაამთავრე წინა წელს ჯავახა შენს გარეშე ძალიან ცუდად არის მეც ძალიან ცუდად ვარ მის გარეშე იმაზე ცუდად ვარ ვიდრე წარმოგიდგენიათ და წარმომიდგენია მაგრამ რას ვიზა მარიამ შეგიძლია მოდერი მომცეო მოდერი როგორ მოგცე შენი ედიტები ვიცი კი ვერ არ ყავარ დაფოლოვებული და ვერ გაძლევ უნდა დამაფოლოვო რომ მოგცე მოდერი მოდი მე ვიცი ვისაც მივცემ მოდერს ოკეი вообще არ მინდა დამიწერე რამე ხატი შენ ხატი ამინდა მოდერად გოგო რომელია შენი აჰა всё დაგაფოლოვე ქალბატონო დაგამადე მადლობა პატივია ხალხო ისეთ ადამიანს მივეცი მოდერი ვისაც ვიცნობ და ვენდობი და მეც მიმომატეო დამიწერე რამე გოგო მაგრამ მე აი ცუდი კომენტარებიც ხო უნდა იყოს ხო უნდა ვივატაოთ რამე
რამე ემოჯი დამიწერე სოფო. მე რამდენი ხართ? მართლა ძალიან სპამავთ და ცოტა ნელა დაწერეთ ხალხო რომ ეს რა ქვია წავიკითხო რამე თორე ესეთი ვარ თან მინუსი მაქვს თან ვერ ხედავ ოსტრის გამო იჩხუბეს ლორენცომ და ჯავახამ ვერ გპოულობ ვიცი რომ იჩხუბეს ხალხო ვიცი ნახე გადაცემა მის გამიკეთე ოსტრი რა ვიცი მე მგონი ოსტროს აღარ გავაკეთებ ცხოვრებაში ისეთი პირი უჩანს ვაი მე ვერ გიპოვე გავგიჟდები ახო ისე სპამავთ თვალები აღარ მაქვს ერთი მერვე მომიშავა თუ იქნება ხალხონი აუთსაიდერი შეიძლება წავიდა როგორ მოგწონა ჩემი ედითი ყველას ედიტზე ვგიჟდები და ყველას ედითი ძალიან მომწონს რა თქმა უნდა გამოვარჩევ რამდენიმეს მაგრამ ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ესე აი ჩვენ ვიდეოებზე ზიხართ და აი ანუ მე ხო ვიცი ამ ედიტებს ახლა რამხელა ნერვები უნდა ხო არ ვიცი ხალხო ვინ არიან აუთსაიდერები მე მხოლოდ შელოცვები ვიცი ხო შეიძლება რამე ცოტა სხვა რაღაცა დაწეროთ სულ ერთი და იგივე კითხვების მეო ძაღლი გვანახეო მოდი ჩემ ძაღლს მე მგონი არ უნდა კონტაქტი არავისთან დეპრესიაში არის mental breakdown-ი აქვს მოვიდა ჩემი რიგდი ინსტაგრამზე ხალხო იმდენი ჩატი მაქვს რაღა ჩატი შევქმნა ანუ მინდა რომ იყოს ერთი ჩატი მე ალბათ გახსოვთ რომ ძალიან ბევრჯერ ვითხოვე რომ თუ გინდათ რომ აი ესე ძალიან კარგად ყურადღება მოგაქციოთ
ქონდეს Facebook-ზეც ერთი ჩატი, Messenger-ში და Instagram-ზეც ერთი ჩატი. ნუ ერთი პერიოდი გაითვალისწინეთ ეგ, მაგრამ მერე ვაფშე დაიკიდეთ ჩემი სიტყვები და ის იმას ეჩხუბა და ის გააგდო ჩატიდან, მერე იმ ვიღაცამ ეს ახალი ჩატი შექმნა და საბოლოოდ ეხლა Instagram-ზე ერთი 10 ჩატი არის მინიმუმ. რაც აქტიურია და Facebook-ზეც Messenger-შიც ერთი 5-6 ჩატია და მაგიტო ანუ აღარ ვიცი სად დავწერო, რა დავწერო, ანუ მაგიტო ვერ ვაქცევ წესი რა ჩატებს ყურადღებას, თორე რა მქონდეს ერთი ჩატი იმდენ კარგურად ისე ანუ შეიძლება და თქვენთან ერთად დამეღამებინა და გამეთენებინა. უბრალოდ ანუ ამდენ ჩატში ვერ გავანაწილებ ეს ყურადღებას. ესეც ანუ თან გისკავარ უკვე. ყოფილთან აღარ გაქვს კონტაქტიო. ყოფილი რისი ყოფილია ხალხო. კონტაქტი რა თქმა უნდა ყოფილთან არ მაქვს. ყოფილი არის იმისთვის რომ არის ყოფილი. ზოგადად. მაგას ეხლა მეგობრულად გირჩევთ რა. ვაიმე ეს ყოფილთან მეგობრობ და ის ჩემი ყოფილი სიყვარებული ყოფილთან მეგობრობს და არ არის საჭვენო არაფერი, ეს არის სრული სისულელე, ნუ არ ვიცი ჩემთვის. მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ყოფილთან იმეგობრო და როგორ შეიძლება გქონდეს ისეთი ურთიერთობა, ვითომ წარსულში არაფერი და შემდეგ მეგობრობდეთ ან რაღაც კონტაქტი გქონდეთ. ყოფილი არის ყოფილი. და всё. რომელი არის პირველი ტატუ და ბოლო? ეს არის ჩემი პირველი ტატუ. ეს. და ბოლო არის ზურგზე. ზურგზე მაქვს ბოლო ტატუ, ხაზი რომ მაქვს რაღაცა ორნამენტების. იმედია ყოფილი ნიკაზე არ თქვი, არა ყოფილი ვთქვი ჩემს ყოფილ შეყვარებულზე, ვიზეც მკითხეთ თქვენ აქ და ვიზეც ხაზი გავუსვით, მაგ ადამიანზე ვთქვი. ვიღაცა მკითხა რომ გაქვსო კიდევ ურთიერთობაა და არა თქვა. ხალხო, ვინმე თუ მომენატრა ორჯერ დაახამხავე და თვალი ჩაკარი რეებს მიწერთ. რეებს მიწერთ. რამდენი ტატუ გაქვს? დავითვალოთ 1 2 3 4 5 6 ანუ ნახეთ ეს ტატუები არ ვიცი ხარ რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ ხელებზე, ათითებზე რაც მაქვს. ეს არის 1 2 3 4 ესე ხო არ ჩავთვლით ეს არის მე მგონი 1 ეს და 1 ეს. ვერ მივხვდი როგორ დავითვალო. სტრიმი იმიტომ არ არის რომ დღეს იყო წითელი დროშების გადაცემა და აუთსაიდერების დასახელება და შესაბამისად ყოველ სამშაბათ დღეს სტრიმი ეთიშება, რადგან აუთსაიდერები არ გამჟღავნდეს. მე არატო მოწყენილიო. რა ეძინება სინავს. მე კარგად არის. შევჭამ. ჩემ და ჩემ ძაღლისეთებიც გააკეთეთ ხოლმე ხალხო. ადა ჩაიცვი წავედით ივენთზე მივდივართ ჩემი ძაღლიც მომყავს უნდა გაგალოთო ეს ხალხი დაიჯერებს რეებსაც ვაპარაკობ ესე ჩემთვის წყნარად ვზივარ რამდენი დღეა სახლში მაგრამ ვინ დაგიფასებს ცხოვრებაში
არავინ. ეს კლუბში არ ხარ? ხო, კლუბში ვარ. აი ახლა ხო. ხო, ანუ ამ კლუბებზე ვერ ხვდები რატო გაქვთ გართულება, ანუ ცხოვრებაში კლუბში არ ყოფილხართ და ცხოვრებაში არ დაგილებიათ ერთი ჭიქა, ანუ აი არ ვიცი რა. და თუნია ვის აქვს მე წამოვიყე. მარიამ შენ ძაღლი რა ჯიშიაო? ამერიკული კოკერ სპანიელია. იმ ყოვლებს ვინ გიგზავნიდა ჰაუსში თავიდან. რამე ყოვლებს ბევრი არის ძალიან გამოგზავნილი. მე ხალხო ძალიან ისპამება და აი თვალები მეტკინა. მე რა კომენტარებია? ღმერთის არ გეშინიათ. ამ კომენტიკეთში კი ვიყავი. მართალია შენს რეებსაც იძახიანო? რეებს იძახიან. ძალიან მეინტერესებს. ენას ძვალი არ აქვს და თითებს ისე დაწყაპუნება ადამიანები რამდენჯერაც დაწყაპუნდება და რაც იწერება ხალხო და რაც ითქმება ზოგადად მაინც იცოდეთ ყველაფერს არ უნდა დაიჯეროთ. მაგრამ ჭკუა უნდა ამას და ტვინი და გამოცდილება რომ ამას მიხვდეთ. წავედი მოკლედ ხალხო. აღარ მაქვს ნერვები. თავი მტკივა. ძალიან ისპამება და ცოტა ხანში შემოვალ ისევ.